ეს რუსული კლოუნები რომ არიან, ეროვნულ ძალთა გაერთიანებას რომ ეძახიან თავიანს თავს და ეს დემურ გიორხელიძე რომ ყავთ სპიკერად. აი ეს ის დემურ გიორხელიძეა, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ კიევის აღებას არა 3 დღეში, არამედ საათნახევარში წინასწარ მეტყოლებდა ეს იმ დონის ექსპერტია. ხო და ეს უბადრო კი გამოდის ახლა და პირდაპირ მნიშვნელობით რუსულ პროპაგანდას ეწევა და აღიარებს, რომ ევროპაო კაცო, ვის დაკარგვიაო, არავინ არ მიიჩნევს სერიოზულ ძალადო. ანუ იმას, რასაც ამბობენ რუსები, ამბობს ესეც რა, ეროვნულ ძალთა გაერთიანებიდან. მარტივ ფაქტებს მოგახსენეთ, მეგობრებო, ვინც არ იცის. ევროპამ ახლახანს დაამტკიცა 900 მილიარდ ევროიანი სამხედრო ბიუჯეტი. ევროკავშირი 900 მილიარდი ევრო თითქმის ამერიკის სამხედრო ბიუჯეტის ტოლფასია, რომელიც $1 ტრილიონ უკაკუნებს. და შედარებისთვის რომ იცოდეთ, მაგალითად რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი არის 160 მილიარდი დოლარი. ანუ 6 ჯერ ნაკლები. ევროპა მთლიანი ამ თავის სიმდიდრით და ეკონომიკის მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ტოლფასი არის. მარტივად წარმოიდგინეთ, ჩინეთს აქვს სადღაც 14 ტრილიონიანი ეკონომიკა, საფრანგეთს აქვს 20 ტრილიონიანი, გერმანიას 5 ტრილიონიანი, ბრიტანეთს დაახლოებით 4-დან 5 ტრილიონამდე, მხოლოდ ეს 3 ქვეყანა, რომ არაფერი ვთქვათ ჰოლანდიებზე და ესპანეთებზე. სხვათა შორის ჰოლანდიას უფრო მეტი დიდი ეკონომიკა აქვს ვიდრე რუსეთს 2 ტრილიონზე მეტი. რო იცოდეთ ისე, ჰოლანდია კახეთის ფართობზე ოდნავ მეტი. ჰოლანდია უფრო მდიდარია ვიდრე უზარმაზარი რუსეთი. გაიგეთ? და აი ამას უწოდებს დემურ გიორხელიძე იმბეცილი, ვაი ექსპერტი, რუსეთის შნირი, ცოლშვილი ამერიკის მოქალაქეები რო ყავს და ამერიკას აგინებს. აი ეს უწოდებს ევროპას არაფერს და არარაობას და არაფერი წონა მაგას არ აქვს. თავად განსაჯეთ, აი ფაქტები მოგახსენეთ. გავრცელეთ ეს ვიდეო და იცოდეთ ვინ არის.